განსაკუთრებით რთულია სამხედრო კონფლიქტის ომის გაშუქება საკუთარ ქვეყანაში. რადგან კი ბატონო, ჩვენ ჟურნალისტები ვართ, პროფესიონალები ვართ, მაგრამ ადამიანები ვართ. არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ემოციამ ძლიოს და ამ ემოციამ ეს ემოცია, ადამიანური ემოცია იყოს უფრო დიდი, ვიდრე შენი პროფესიული პასუხისმგებლობა. მე გავიხსენებ ერთ ამბავს 2008 წლის აგვისტოში, 7 აგვისტოს პრინციპში კონფლიქტი უკვე დაწყებული იყო და საქართველომ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურმა თბილისმა. მაშინ ჩვენი ჯგუფი, როიტერის ჯგუფი, ჩვენ ვიდექით ერთ-ერთ სოფელთან ცხინვალიდან სადღაც 20 კილომეტრში, ტრიალ მინდორში, ბევრი ჟურნალისტი იყო და როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, უმრავლესობამ დატოვა ეს ადგილი, ჩვენ კი დავრჩით მანქანაში და მე ვიფიქრე, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. მოგეხსენებათ, რამოდენიმე საათში ამ რეჟიმის გამოცხადების შემდეგ საქართველომ დაარღვია ეს რეჟიმი და ჩვენ ეს ამბავი გადავეცით, ეს არ იყო ომის დაწყება. ეს იყო ცეცხლის რეჟიმის დარღვევის შემთხვევა. გადავეცით და იმის არასოდეს არ მინანია ჩემ ქვეყანას ეხება ეს ამბავი, ხო? ჩემ ქვეყანაში ხდება და მე რაღაც როგორც ადამიანი შეიძლება ჩემი ქვეყნის მხარეს ვიყო, მაგრამ პირველ რიგში, როდესაც მე ვმუშაობ, მე ვარ პროფესიონალი, ამიტომ არაფერი არ უნდა დამალო და ყოველთვის ზუსტად გადასცე ის მოვლენები, რაც ხდება.